4 თებერვალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აქტივობებით, სწორედ კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების, ასევე ამ დღეს ყველაზე მეტ საუბრობთ რა ინოვაციები არის, რა ახალი წინ გადადგმული ნაბიჯები არის კიბოსთან ბრძოლაში და ზოგადად რამდენად წინ წავიწიეთ სხვათა შორის აი ამ ძალიან ვერაგ დაავადებასთან მიმართებაში. ალბათ რამდენად მნიშვნელოვანია პრევენცია. პრევენციიდან დაწყებული და მკურნალობით დამთავრებული, იმიტომ რომ როდესაც დღეს ხშირად ვსაუბრობთ, რომ კიბო განაჩენი არ არის და ეს ზუსტად მოიცავს იმას, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და რა თქმა უნდა მასთან ბმული ადეკვატური მკურნალობა, რომელიც უნდა იყოს ონკოპაციენტისთვის ხელმისაწვდომი. და კამპანიაზე მინდა გკითხოთ, რომლის სახელწოდება სრულფასოვანი მკურნალობა უწყვეტი ზრუნვა. 3 წლიანი კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოხდა გუშინდელი შეხვედრა. რას გულისხმობს ეს კამპანია, როგორ ჩაიარა გუშინდელმა შეხვედრამ, რა იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც ისაუბრეთ და ვინ ესწრებოდა, რა თქმა უნდა. ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ ამ წლების განმავლობაში კამპანიის მიზანი სწორედ ის იყო, რომ საქართველოში გაზრდილიყო ხელმისაწვდომობა ყველა ონკოპაციენტისთვის. მოგეხსენებათ, შარშან არსებობდა 25,000 ლარიანი ლიმიტი, მანამდე კიდევ უფრო მცირე იყო ეს ლიმიტი, ონკოლიმიტი, რომლის ფარგლებშიც ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა ფაქტობრივად 2-3 თვეს თუ ყოფნიდა და შემდეგ პაციენტი რჩებოდა მკურნალობის გარეშე და მოგეხსენებათ, რომ ონკოპაციენტისთვის მკურნალობის შეწყვეტა ნიშნავს ცუდ გამოსავალს. ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ მთელი წლის განმავლობაში შარშან 4 თებერვალს რომ აიღო სტარტი ამ კამპანიის ძალიან ისეთ აქტიურმა ნაწილმა, მთელი წლის განმავლობაში უამრავი შეხვედრა გვქონდა სამთავრობო სტრუქტურებთან, უამრავი ღონისძიება ჩატარდა სწორედ ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მძაფრად წამოგვეწია ეს საჭიროებები და ყველა ის საკითხი, რაც ონკოპაციენტის ყველა ის პრობლემა, რაც ონკოპაციენტის წინაშე იდგა და რეალურად ამ შეხვედრებმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. 2024-დან გვაქვს მთელი რიგი ჩამონათვალი ძვირადღირებული პრეპარატების, რომელიც არის დღეს ხელმისაწვდომი და სახელმწიფოს მხრიდან მთელი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ პაციენტებს. მე მინდა გკითხოთ ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით რა ვითარებაა საქართველოში, რამდენად არის ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში, რა გამოწვევების წინაშე ვართ დღეს? ჯერ იმით დავიწყებ, რაც ამ წუთას გვაქვს, ეს არის ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია, ჰორმონოთერაპია 100%-ით ისედაც ფინანსდებოდა ამ ონკოლიმიტის ფარგლებში და დაემატა კომპანია როშის და კომპანია ნოვარტისის მიერ წარმოებული თარგეთული და იმუნოთერაპიის პრეპარატების 21 მედიკამენტი ამ ეტაპზე და სახელმწიფო კიდევ აწარმოებს სხვა კომპანიებთანაც მოლაპარაკებებს და სულ იმ კომპანიების ასევე ძვირადღირებული და რომელიც ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, რომ ადამიანს ჩაეტარებინა იმ მკურნალობა, ისეც იქნება ხელმისაწვდომი. გაფართოვდა ძალიან ჩვენი, ასე ვთქვათ, ონკოპრეპარატების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. და რაც შეეხება ბევრი წლის განმავლობაში კამპანიას გასდევს ეს მოთხოვნა, რომ ყოფილიყო სადიაგნოსტიკო კვლევები დაფინანსებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სადიაგნოსტიკო კვლევა არის ძირითადი ქვაკუთხედი, რაზეც უნდა შემდგომ დანიშნულება გაკეთდეს და უკვე მკურნალობა დაიწყოს პაციენტმა. და მარტიდან კიდევ გაფართოვდა ეს პროგრამა ამ თვალსაზრისით და მარტიდან უკვე დაიწყება სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება და ზუსტი ნუსხა ამ წუთას არ მაქვს, თუმცა ეს დაპირებაც არის და უკვე დაპირება არ არის, ეს არის უკვე დადგენილება, რომ სადიაგნოსტიკო კვლევებიც დაფინანსდება. ამ ეტაპზე
აი ესეთი სრულყოფილად რომ ყველაფერი კეთდება, რა თქმა უნდა, რაღაც ხარვეზები არის, იმიტომ რომ იანვარი ისედაც და ასედაც ყოველ წელს გვაქვს ცოტა პრობლემური ახალი ბიუჯეტის ჩაშობასთან დაკავშირებით და წელსაც მით უმეტეს ამხელა პროგრამა როცა შემოემატა, ხან პრეპარატების დეფიციტის თემა გვაქვს ხანს, მაგრამ დეფიციტი რეალურად არ არსებობს. ანუ არის ის, რომ რაღაცები შეიცვალა, საიდან უნდა გაიცეს, სად უნდა აიღოს ონკოპაციენტმა ეს პრეპარატები. რაღაცა მოკლედ არის რაღაც მცირე ხარვეზები, რომელიც რეალურად გამოსწორდება, დაალაგდება სულ ცოტა ხანში და ჩვენი ორგანიზაციაც, ჩვენ ვართ პაციენტთა ორგანიზაცია და ჩვენ ზუსტად ვიცით, სად ჭირდებათ პაციენტებს დახმარება. რა ადგილას ასე ვთქვათ, უნდა მივაწოდოთ პრობლემები, რომ ის გამოსწორდეს და აღმოიფხვრას და ასე რომ ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობთ, ჩართულები ვართ და გუშინ წინ 10:30-დან 2:30-მდე 50,000-ს ვუპასუხე, იმიტომ რომ რაღაცები არის ჯერ კიდევ დასალაგებელი, მოსაწესრიგებელი და თანდათან ანა სტატისტიკაზე მინდა გკითხოთ, ეს ვერაგი დაავადება, როგორი არის მისი გავრცელება საქართველოში? იზრდება თუ არა ონკოპაციენტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, ან თუნდაც მსოფლიოში, ზოგადად როგორია სტატისტიკა? ტექნოლოგიების განვითარებასთან და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობასთან ერთად და ამის პარალელურად სტატისტიკა მცირდება? მოდით ვიტყვი, რომ ფაქტობრივად სტატისტიკა, რაც მსოფლიოში არის, ჩვენც იმის ნაწილი ვართ და დიდად არ განსხვავდება ასე პროცენტულად და გეტყვით, რომ სულ თავიდან, სანამ ონკორეგისტრი არ იყო და ეს მონაცემები არ გვქონდა ასე ხელშესახებად, ანუ იმასთან შედარებით მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. თუმცა ბოლო წლებში ესე რომ რამე რყევები იყოს და განსხვავებული მონაცემები, ესე არ არის. სტაბილურად მივდივართ და ესეც იმან გამოიწვია, რომ მიმართვიანობაც გაიზარდა რეალურად ექიმთან, რაღაცა ცოტა დროული დიაგნოსტიკის ჩვევაც გამოვიმუშავეთ მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ახლა როდესაც სკრინინგი გვაქვს უფასო სახელმწიფოში და მიმართვიანობა ძალიან დაბალია ჯერ კიდევ და ძალიან ბევრი სამუშაო არის ამ მიმართულებით, ეს გასაკეთებელი და უბრალოდ კამპანიას მოვიშველებთ თბილისის საკრებულოსთან და აერონულ სკრინინგ ცენტრთან ერთად, ჩვენი ორგანიზაციები აწარმოებენ კამპანია შენი სიცოცხლე შენს ხელშია და ვფიქრობ, რომ ეს კამპანია კიდევ უფრო გაფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით და რეალურად მართლა შეიცვლება სტატისტიკური მაჩვენებელი სწორედ მიმართვიანობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ადრეული დიაგნოსტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი. და მოკლედ რა ვიცი, ჩართული ვართ ყველა ამ პროცესში, იმიტომ რომ გამოსწორდეს ონკომდგომარეობა, რაც გახლავთ.